საქართველო იშვა 26 მაისს იშვა თავის ქვეყანაში, იშვა მსოფლიოში ნაციონალურად, ინტერნაციონალურად ეს სიტყვები კიდევ ერთხელ მინდა რომ გავიმეორო ნოე ჯორდანიას ამ ცნობილი გამოსვლიდან, რომელიც მოისმინა კიდევ ერთხელ ჩვენმა ტელემაყურებელმა, რას ნიშნავს 26 მაისი საქართველოს ისტორიაში და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე ისტორიულად. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, ეთნოლოგი მირიან ხოსიტაშვილია ჩვენი გადაცემის სტუმარი, რომელსაც მივესალმები. მირიან, რა თქმა უნდა მოგილოცოთ პირველ რიგში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. კი ბატონო, მით უმეტეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის ბრძოლა მოგვიტანა ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, ჯილდო, პირდაპირ ვიტყვი, როგორიც არის თავისუფლება, მაგრამ ვიცით რომ ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის გზა არ იყო სამწუხაროდ იავარდით მოფენილი. მე მინდა რომ მივყვეთ თანმიმდევრულად, ქრონოლოგიურად, როგორ მივედით 26 მაისამდე და შემდეგ უკვე როგორ აღინიშნებოდა ეს დღე ჩვენს ქვეყანაში. თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით მე მინდა რომ თავდაპირველად მოკლე ისტორიული ექსკურსი შევთავაზოთ ჩვენს ტელემაყურებელს. მოგესალმებით და რა თქმა უნდა გილოცავთ თქვენ და ვილოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს. უდაოდ არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული დღე, როცა ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა და დღესაც აღნიშნავთ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და სწორად აღნიშნეთ რომ ეს დღე არ იყო მხოლოდ ერთი დღის გადამწყვეტი ამბავი, ამას უძღოდა წინ არაერთი წელი, არაერთი თაობის სურვილი და ბრძოლა დამოუკიდებლობამდე რომ მისულიყო. საერთოდ ხშირად ამბობენ ხოლმე რომ მათ შორის ისტორიკოსები საუბრობენ იმაზე რომ აღდგენა მოხდა მაგალითად მხოლოდ მე-19 საუკუნის დასაწყისში დაკარგული დამოუკიდებლობის დროს. რეალურად უნდა ვთქვათ რომ მე-15 საუკუნეში საქართველოს როდესაც სამეფო სამთავროება დაიშალა, ის რაღაცნაირად ერთ კოორდინირებულ სახელმწიფოდ ვეღარ ჩამოყალიბდა და ცალკეული სამეფო სამთავროები იყვნენ სხვადასხვა მეზობლების, სხვადასხვა ჯგუფების გავლენის ქვეშ და იყო გაუთავებელი მათ შორის და დაპირისპირებაც და რეალურად აი ამ დღემ როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, არა მხოლოდ ქვეყანა გახდა დამოუკიდებელი და თაობების სრული ასრულდა, არამედ გეოპოლიტიკურ სივრცეში განსაკუთრებული როლი გამოჩნდა და განსაკუთრებული მონაკვეთი შემოიხაზა ჩვენი ქვეყნის რუკის სახით. სწორედ წინ უძღოდა მე-19 საუკუნის ჩვენი დიდი ქართველების ამბავი და მე-20 საუკუნის პოლიტიკურმა მოვლენებმა განსაკუთრებით დააჩქარა უკვე ეს პროცესი. როდესაც იყო დამოუკიდებლობაზე საუბარი და ეს იყო მთელი მე-19 საუკუნის მათ შორის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ არაერთი აჯანყება, ჩვენი თერგდალეულების და განმანათლებლების ბრძოლა როგორც პოლიტიკურ სარბიელზე, ისე ვთქვათ კულტურულ საგანმანათლებლო სარბიელზე, მერე უკვე აი ეს ყველაფერი მომწიფდა და ხალხი პრაქტიკულად ამისთვის მზად იყო. და თუ როგორ იყო მზად, ამას კიდევ ვისაუბრებთ, ბუნებრივია. მაგრამ მთავარი ფაქტი ის არის, რომ როდესაც 1917 წელს რუსეთის იმპერიაში მოხდა რევოლუცია, დაიწყეს მეტნაკლებად გამორკვევა ქვეყნებმა, იმ ეთნოსებმა, რომლებსაც დამოუკიდებლობისადმი სურვილი გააჩნდათ. და ბუნებრივია ერთ-ერთი პირველი მოწინავე მე დროში ამ თვალსაზრისით ჩვენ ვიყავით, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ყველასთვის ცხადია, რომ მრავალსაუკუნოვანი დამოუკიდებლობის ისტორია გვაქვს, თვითმყოფადი კულტურითა და ასე ვთქვათ ქართული ტრადიციით და სწორედ ამ რევოლუციის შემდეგ იქმნება ამიერკავკასიის სეიმი, ანუ სამი სახელმწიფოს ერთიანობა საქართველოში. ეს არის საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. ბუნებრივია ახლა თითოეულ პოლიტიკურ მოვლენაზე რო არ გავამახვილოთ ყურადღება, ფაქტი იყო რომ აქაც შეთანხმება ჭირდა ხოლმე ამიერკავკასიის სეიმის შიგნით ამ სამი სახელმწიფოს შიგნით და იყო რთული პროცესი, მით უმეტეს რომ ისინი თითოეული მათგანი საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო ფაქტორზე ცდილობდა რომ ისეთი მფარველი, ასე ვთქვათ, ან მოკავშირე მოეძებნა მსოფლიო ძლიერი ქვეყნების პოლიტიკურ რუკაზე, რომელიც მის შემდგომ დამოუკიდებლობას და განვითარებას განაპირობება და სწორედ ასეთი აღმოჩნდა საქართველოსთვის გერმანია. და არის პროცესი, როდესაც მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი ამისი არის ბათუმის კონფერენციის ამბავი. საზავო კონფერენცია გაიმართა 1818 წლის მაისში ბათუმში და სწორედ გერმანია და გრაფი შულენბერგი იყო რაღაცნაირად საქართველოს წარმომადგენელი და გერმანია მიტვირთვა ეს როლი, იმიტომ რომ მას პოლიტიკურადაც აწყობდა საქართველო ამ თვალსაზრისით, როგორც ასე ვთქვათ, მისი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანა, ან ყოველ შემთხვევაში პარტნიორი ქვეყანა მცირე ტერიტორიით, რომელსაც ეკავა განსაკუთრებული გეოპოლიტიკური ტერიტორია. არ გადაუხვე, უბრალოდ ჩაგეკითხებით თქვენ თქვით, რომ გერმანიასაც აწყობდა
იცნობდა, მაგრამ აქ ხო რეალურად საქართველოსთვის განსაკუთრებული როლი უნდა ეთამაშა, ხო? გერმანიას აი ამ პარტნიორობიდან გამომდინარე. პრაქტიკულად ხშირად ხმარობთ ხოლმე ამ ფრაზას სტრატეგიული პარტნიორი. საქართველოსთვის იმ ხანას სტრატეგიული პარტნიორი აღმოჩნდა გერმანია. მაშინ, როდესაც ოსმალეთის იმპერიას აქვს, ესე იგი, აზერბაიჯანის მიმართულებით ინტერესი და აზერბაიჯანსაც ეიმედება ის უფრო ინგლისის მიმართულება სომხეთის თვალსაზრისით და საქართველო აი აქ ირჩევდა პარტნიორს და სწორედ გერმანია აღმოჩნდა საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივია მასაც აწყობდა და ეს არ იყო ერთი დღის ამბავი ან უცბად გადაწყვეტილი. მაშინდელი ჩვენი პოლიტიკური ელიტა მიუხედავად პარტიული განსხვავებებისა ძალიან აქტიურად მუშაობდა სანამ დამოუკიდებლობას მოიპოვებდით საგარეო მიმართულებით და მათ შორის გერმანულ პოლიტიკურ სიტუაციაშიც ძალიან აქტიურად მუშაობდნენ ისინი და სწორედ ბათუმის კონფერენციის ამბავს გავაგრძელებ, რომ ამ კონფერენციაზე ესწრებოდა აკაკი ჩხენკელი, რომელიც შემდეგ უკვე საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა ჩვენი ქვეყნისა და აი აკაკი ჩხენკელის წერილი არის ყველაზე საგულისხმო ამბავი 23 მაისს გამოუგზავნა კვინიკაძეს, გენერალ კვინიკაძეს, სადაც ის წერს, რომ დროა დამოუკიდებლობის მოპოვებისა, აგერ გერმანიის წარმომადგენელი შულენბერგი არის ერთ-ერთი მთავარი ამისი თქვა მხარდამჭერი პირდაპირ მნიშვნელობით, როცა ფიზიკურად ის იყო იქ და ამავე დროს ის აგულენებდა ესეთ რაღაცას, ფრაზას, რომ უნდა გავრისკოთ, ზუსტ ციტირებას არ ვახდენ ბუნებრივია, მაგრამ შინაარსი ზუსტად ასეთია, რომ უნდა გავრისკოთ და რისკის გარეშე დამოუკიდებლობის მოპოვება არის შეუძლებელი. რამაც აი ამ პროცესებმა და შექმნილმა სიტუაციამ და ძალიან კარგი სტრატეგიით იყო ეს ყველაფერი განპირობებული, გამოიწვია ის, რომ უკვე თქვენ შესავალში ახსენეთ ნაშუა დღეს 26-ში ნოე ჟორდანია იყო იმ სხდომის თავმჯდომარე, გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და ყველაზე საინტერესო არის ის, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გამოდიან გარეთ დღევანდელი ეროვნული სასახლის ეზოში, სადაც ხალხია შეკრებილი, ელოდა რა თქმა უნდა მას ხალხი და გამოაცხადეს ეს საზეიმოდ, რასაც აი აურაცხელი ზეიმი მხიარულობა და ოვაციებით შეხვდნენ უკვე თბილისის მოსახლეობა. მირიან, აი თქვენ აღნიშნეთ, რომ ზოგადად მაშინ, როდესაც ქვეყანა იბრძვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებისთვის, როგორც არის თავისუფლება, რა თქმა უნდა, სტრატეგიას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ხო, მათ შორის იმ ქვეყნებს, რომელთანაც ასე ვთქვათ, ეძებ სტრატეგია გზებს და ურთიერთობის წყაროს. მაგრამ საინტერესოა მაშინ რა ძალა ქონდა უშუალოდ ამიერკავკასიის ქვეყნებს და თუ ქონდათ იგივე ერთობა, ერთსულოვნება ბოლშევიკური რუსეთის და ზოგადად ბოლშევიზმის წინააღმდეგ. აქ იყო კიდევ ერთი ფაქტორი. ეს ის პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც იმპერია იშლება, არის შიდა დაპირისპირება საკმაოდ ძლიერი. რუსეთის იმპერიის შიგნით მიდით პრაქტიკულად სამოქალაქო ომი და ამ პერიოდში იქ არის თქვა ბოლშევიკებს შორის, იმპერიის მომხრეებს შორის, ეგრეთ წოდებული თეთრგვარდიელებს შორის, რაც ძალთა ბალანსის გადანაწილებას ცდილობდნენ და მინ მოიპოვებდა პირველობას და სწორედ ეს ის პოლიტიკური მომენტია, როდესაც კარგად იქნა შერჩეული და გამოყენებული ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. ასე თქვა პირდაპირ მნიშვნელობით მათ ბოლომდე არ იცალათ ჩვენთვის. და ეს იყო კარგად დაგეგმილი. გარდა ამისა, სამხრეთ კავკასიაში სამწუხაროდ არ იყო ბოლომდე ერთიანობა. ამას მოწმობს თუნდაც ის, რომ როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ და მოგეხსენებათ სამივე რესპუბლიკამ თბილისში ერთი და იგივე შენობაში გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, შემდგომ მოყვა მცირე კონფლიქტები ჩვენ შორის. პირველ რიგში ტერიტორიულ ინტერესებიდან გამომდინარე. იყო საქართველოს სომხებთან დაპირისპირება, საქართველოს აზერბაიჯანს შორის იყო მცირე, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობდა ესეთი ტიპის დაპირისპირება და ეს პროცესი არ იყო მაინც და მაინც ერთსულოვნებიდან და თქვა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც სასურველია რომ ყოფილიყო ერთიანობა ამ თვალსაზრისით. ნუ თავად ამიერკავკასიის სეიმის ასე თქვა სხდომების ჩანაწერებიც რომ ნახოთ, იქ არის ბევრი გაურკვეველი ამბავი და თქვა ერთმანეთის მიმართ რაღაცა კრიტიკა. თუმცა, როდესაც დამოუკიდებელი ხდება ჩვენი ქვეყანა და იქმნება დამოუკიდებელი სათათბირო ორგანო, ჯერ პარლამენტი და მერე უკვე დამფუძნებელი კრება, იმ დამფუძნებელ კრებაშიც ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის იყო ძალიან დიდი დაპირისპირება. ასე რომ ეს უცხო არ არის ჩვენთვის და უცხო არ იყო არც მაშინ, ბუნებრივია და ეს პროცესი იყო რთული პროცესი, რასაც ყველაზე მეტად დიდი დაღი დაასვა ეკონომიკურმა პრობლემებმა.
და ეკონომიკურმა კრიზისმა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ქვეყანა იყო დამოკიდებული თქვათ, გარკვეულწილად საგარეო ფაქტორზე და ამავე დროს თქვათ მარგანეცი არსებობდა, ისი წარმოებაც იყო და ნელ-ნელა ის წარმოებას იწყებენ ქვეყანაში. თუმცა დამოუკიდებლობამ განაპირობა ის, რომ ბევრი მიმართულებით გაკეთდა რეფორმა, განათლების თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისით, მიწის რეფორმა ჩატარდა ბოლოს და ბოლოს, რაც აბსოლუტურად გამონაკლისი იყო მთელი აი ამ აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიისთვის, იმიტომ რომ ყველაზე ორიგინალურად და ასე ვთქვათ, მეტნაკლები სამართლიანობით ჩატარდა ჩვენს ქვეყანაში და აი ამან მოიპოვა ის, რომ ქართველებს რაღაცნაირად აი ილიას სიტყვები მახსენდება, თავადვე ეყუდნოდათ საკუთარი თავი რეალურად და თავადვე საზღვრავდნენ აი ამ პოლიტიკურ პროცესებს, რაც სამწუხაროდ დიდხანს არ გაგრძელდა და დასრულდა ოკუპაციით. კი ბატონო, ძალიან საინტერესოდ საუბრობთ ამ ყველაფრის შესახებ და ეს თავისთავად ცხადია. მე მინდა კითხოთ, თქვენ ხაზი გაუსვით, რომ ძალიან ხანმოკლე გამოდგა, ხო? ანუ შესაბამისად, მინდა კითხოთ თვითონ ერის დამოკიდებულება როგორი იყო 2018-ში, ანუ ზოგადად აი ამ გადაწყვეტილების მიმართ, ამ ბუნებრივია ერთსულოვანი მთელი ერი ალბათ ვერ იქნებოდა, ხო? იქ უამრავი მიმართულებები არსებობდა და შესაბამისად მთელი აი ამ პერიოდის განმავლობაში 21-მდე როგორი იყო ქართველების დამოკიდებულება თვითონ აი ამ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ამის ძალიან კარგი მაგალითი არის ის, რომ მაგალითად ერის და ბერის დამოკიდებულება, ხო? ნუ საერა ძალიან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკლესია როგორ შეხვდა ამ ყველაფერს. კი ბატონო. თავიდან უნდა ვთქვათ, რომ დამოუკიდებლობას წინ უძღოდა ეკლესიის ავტოკეფალის მოპოვება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, იმიტომ რომ ეკლესია უფრო აქტიურად იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის. მით უმეტეს ძალიან მძიმე იყო მე-19 საუკუნე. ბუნებრივია, უმძიმესი და წინ უძღოდა ავტოკეფალის მოპოვება და სწორედ 29 მაისს მაშინდელმა კათოლიკოს პატრიარქმა კირიონმა მეორემ სიონში ჩაატარა საზეიმო პარაკლისი, სადაც იყო საღვთელოება და იყვნენ სასულიერო და საერო პირები, მათ შორის მთავრობის წევრები და დამფუძნებელი მაშინ ესე იგი პარლამენტის მაშინდელი პარლამენტის წევრები და სადაც ხელისუფლებას მიულოცა დამოუკიდებლობის მოპოვება და პირიქით ქართველ ხალხს მიულოცეს დამოუკიდებლობის მოპოვება და ამას ხალხი ბუნებრივია ზეიმით ხვდებოდა. ამის მაგალითი არის თუნდაც 26 მაისის აღნიშნული ღონისძიებები. რასადაც ვხედავთ, რომ ძალიან ხალხმრავლობა, ამის მაგალითი, ძალიან კარგი მაგალითი არის თუნდაც საგაზეთო პუბლიკაციები, როდესაც იწერება როგორც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში, არამედ მთელი ამ დამოუკიდებლობის პერიოდში, რას წერდა ქართული პრესა. მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი ქართული პრესა, რომელიც იყო სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიების, ასე ვთქვათ, მთავარი დასაყრდენი და მათი სალაპარაკო სივრცე. როგორი იყო განწყობები და შეფასებები? დამოუკიდებლობის მოპოვება უდაოდ ყველა ესალმებოდა, უბრალოდ იყო სტრატეგიაზე და განვითარებაზე კამათი და დავა. როგორ განვითარებული იყო ქვეყანა? იყო მხოლოდ ამ რასაკვირველი. ძირითადი ნაწილი ამას მოწმობს თუნდაც არჩევნების ჩატარება და არჩევნებში რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომ ქართული მოსახლეობა, ამ ქვეყნის მოსახლეობა უпростоრად ასე ვთქვათ, მათ შორის ეთნიკური უმცირესობები ამ ამბავს შეხვდნენ საკმაოდ დადებითად და პირიქით ემოციურადაც და საკუთარი თავის გამონახვა დაიწყეს, რომ საკუთარი თავი გამოენახათ ქვეყნის ფუნქციაში და შიდა როლში. აქ ერთადერთი შემოფერხებელი ნაწილი იყო, რომ მაგალითად აფხაზეთში შეფერხდა არჩევნების ჩატარება გარკვეული მიზეზების გამო, დიდთოვლობის გამო მე ვსაუბრობ დამფუძნებელი კრების არჩევნებზე, სამხრეთ საქართველოში მე განმეორებით ჩატარდა, თუმცა ძირითადი მოსახლეობა ამას დიდი ემოციით ხვდებოდა და დამოუკიდებლობა მოიტანა ის, რომ ძალიან მარტივად თბილისის ფოტოები არსებობს და ნუ სხვადასხვა ქალაქების. გამოკრული ბანერები, სარეკლამო წარწერები თუ სხვა და აფიშებიც კი რუსულ ენაზე იყო შესრულებული ძირითადად. აი უკვე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იწყება პოლიტიკა გაქართულებისა და პრაქტიკულად იწყება გაქართულება წარწერებისაც კი ქუჩებში რო იყო. უამრავი პლაკატი მოგვეძებნება და აფიშა ჩვენ თუნდაც თეატრალური პლაკატები, სადაც უკვე იწყებენ ქართულ ენაზე დაწერას, მოწოდებებს. რაც ყველაზე მთავარია და საინტერესო ის არის, რომ სპექტაკლების ჩვენება იწყება უფრო აქტიურად, იყო მანამდეც, მაგრამ უფრო აქტიურად ქართულ ენაზე. დაიდგა სპეციალური შექმნილი
პირველი სპექტაკლი სამშობლო, სადაც აი სამშობლოს ისტორიაზე და დამოუკიდებლობაზე არის ლაპარაკი. არაერთხელ განმეორდა ძალიან საინტერესო სპექტაკლი იყო ვეფხისტყაოსნის რუსთაველი და ესეც მნიშვნელოვანია. 20-მდე კინოთეატრი არსებობდა და ცდილობდნენ რომ კინოთეატრის აფიშებიც კი და გამოკრული იყო მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე. ამას განაპირობებდა განათლების პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში. და კანონში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება, სადაც ითვალისწინებდნენ, რომ სახელმწიფო მოხელეებს, ვინც მუშაობდნენ სახელმწიფო სტრუქტურებში, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად ვალდებულნი იყვნენ, რომ ქართულ ენაზე ეწარმოებინათ საქმე. და ნუ ბოლო-ბოლო ქართული ენა ცოდნოდათ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი რესპუბლიკის დროს არაერთი უცხოენოვანი სკოლა შეიქმნა. გერმანული სკოლები იყო და არსებობდა მანამდეც, მაგრამ მერე სახელმწიფოს ხელშეწყობა ჰქონდა სახალხო განათლების პარტიისა. ნუ ეს ალბათ სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე ხდებოდა. თუმცა ვიბრუნებდით სახელმწიფოს შეიძლება ითქვას. და აი სწორედ ამ ფორმას დემოკრატიული მოწყობის, მაგალითად აზერბაიჯანულენოვანი სკოლები არაერთი, სომხურენოვანი სკოლები, რომელსაც სახელმწიფოსგან ჰქონდა ხელშეწყობა, აფხაზურს და ოსურენოვანს არაფერს ლაპარაკობ, ებრაული და სხვა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, მაგრამ თავად აი არსებობს კადრები, იყო ასეთი კინოდოკუმენტალისტი გედევანიშვილი, რომელსაც აქვს 26 მაისზე ფილმი, მაშინდელი ჩანაწერები, დოკუმენტური კადრებია და ეს კადრებიც მოწმობს იმას, რომ არაერთი ჩვენი მოქალაქე ქუჩებში ეგებებოდა დამოუკიდებლობის აღნიშვნას. ოღონდ არა 18 წლის, არამედ 19 წლის ამბავს. დოკუმენტური ფილმია და დოკუმენტური ფილმია, სადაც არსებობს კადრები, ამ ადამიანმა რამდენიმე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, აი სწორედ ამ კადრების ნაწილი გადის ახლა ეთერში, სადაც არის აი თავარ მოედანზე გამოსვლა, მოძრაობა, როგორ მოძრაობენ ხალხი, როგორ ესალმება ერთმანეთს, როგორ დადის მაშინდელი შეიარაღებული ძალები, ესე ვთქვათ, რაღაცნაირად ტრიუმფალურად ჩვენს ქუჩებში და ყველაზე მთავარი და ძალიან საინტერესო ამბავი არის სპორტული ნაწილი. და თქვენის ნებართვით სპორტულ ნაწილზეც გავამახვილებ ყურადღებას. სპორტული ღონისძიებების ერთგვარი სახე ქონდა, ხო, ამ ყველაფერს? დამფუძნებელმა კრებამ ესე იგი შექმნა სპეციალური კომისია, ხელოვნების კომისია ეწოდებოდა მას, რომელსაც დაევალა 1919 წლის, ანუ 1 წლის თავზე 26 მაისს აეღნიშნათ დამოუკიდებლობის დღე. და ეს იყო მთელი რიგი რიტუალები და ღონისძიებები, რა უნდა ჩატარებულიყო ამ დღეს და განსაკუთრებული ყურადღება სწორედ სპორტულ ღონისძიებებს დაერქვა. მაშინ უკვე მოგეხსენებათ 1 წლის და არა, უკვე 2 წლის შექმნილია სპორტ-კლუბი შევარდენი და ძირითადი ღონისძიებები შევარდენს უნდა გაეკეთებინა. ასეც იყო საბოლოო ჯამში ყველაფერმა გადაიარა კარგი გაგებით შევარდენის მხრებზე. და საუცხოო კადრები გვაქვს, თუნდაც ფოტო კადრებს გულისხმობ და დაგეგმილი იყო, რომ ღონისძიება უნდა გამართულიყო ერთ რომელიმე კონკრეტულ სივრცეში და ასეთ სივრცეთ, თავარ სივრცეთ შეიქმნა თბილისის გარეთ ვაკის სტადიონი. მიხეილ მესხის დღევანდელი მიხეილ მესხის სტადიონი. სხვა შორის საინტერესოა ეს კადრები გადის ზუსტად, ეს არის მიხეილ მესხის სტადიონი, აი ეს არის მისადგომები, ასე გამოიყურება დღეს. გამოიყურებოდა მაშინ დღევანდელი მიხეილ მესხი. მაშინ გარდა ამისა შეიქმნა კიდევ ერთი კომისია, რომელსაც დაევალა გაეკეთებინა გეგმა აქ სტადიონის მშენებლობისა, რომელსაც უნდა დაეტია 100,000 ადამიანი. და იდეა იყო ბერძნული თეატრის სტილი უნდა დაცულიყო და გეოგრაფიაც რო გადავხედოთ ახლა ვაკის ტერიტორიას, ხო, ფერდობებს შორის არის მოქცეული და აი ეს ფერდობები უნდა ყოფილიყო კარგად გამოყენებული. დაითვალეს და 16 მილიონამდე მანეთამდე ჯდებოდა ამის მშენებლობა და არა მარტო სახელმწიფომ დაასაქმა ინჟინრები, ხელოსნები და სხვა, არამედ მოხალისეებიც მიდიოდნენ ამ მშენებლობას. და სწორედ ცენტრალური ამბავი მან გაიმართა. თუმცა არ იყო თანამედროვე კომისიამ გადაწყვიტა, რომ ეს არ ყოფილიყო ზემი მხოლოდ თანამედროვე სპორტული სახეობების. იქ იყო შესული ბერიკაობის, ყეენობის, ძველი ქართული ტრადიციების ელემენტები, ქართული ჭიდაობის ელემენტები, შუბით სროლის შეჯიბრების და ასე შემდეგ, რაც რეალურად ხაზს უსვამდა, რომ საქართველოს წარსულს ერთის მხრივ მის მნიშვნელობას და თანამედროვეობას, როგორ მისდევენ თანამედროვე ცხოვრებას ქართველი ხალხი და ესეც რასაკვირველი არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ეს შევძელით იმ დროს. თავარია რომ ამის კადრები გვაქვს კიდევ შემორჩენილი, მართლაც უნიკალური კადრებია. კი, ადევნებს თვალს.
და წარსულის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, კომპონენტი შეიძლება ასე ვუწოდოთ, არის საქართველოს დროშა, გერბი და სწორედ ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ, აი საინტერესო იგივე რას უკავშირდება ამ დროშის ფერები. ჩვენ სტუდიაში ახლა გვაქვს მერაბ კოსტოვას ნაქონი დროშა, რომელსაც თან გავშლი და მირიან თან უნდა გთხოვო რომ მის მნიშვნელობაზე ასე ვთქვათ ვისაუბროთ. როგორ შეირჩა აი ამ ფერების იგივე კომბინაცია, რას უკავშირდებოდა ეს ყველაფერი საინტერესოა. ძალიან საინტერესოა მოთავად ეს დროშა, თვითონ ფიზიკურად ეს კონკრეტული ძალიან მნიშვნელოვანია. გისმენთ. და თავად დროშის სიმბოლიკა იყო შემდეგნაირად შერჩეული. და ხშირად იყო არის ხოლმე კითხვა, რატომ მაინც და მაინც ეს სამი ფერი. შავი განსაზღვრავდა შავ ფერს, ანუ წარსულს, თეთრი მომავალს, ხოლო ბორდოსფერი ან წითელი ვთქვათ, უფრო ბორდოსფერი იყო მაშინ, განსაზღვრავდა დაღვრილ სისხლს დამოუკიდებლობამდე. სხვათა შორის ამ დროშის შექმნაში და იდეაში და ჩანაწერებიც მაქვს მე თვითონაც ნანახი, იოსებ გრიშაშვილს აქვს მონაწილეობა ვთქვათ მიღებული. და ძალიან საინტერესოა, რომ ერთ-ერთი მოხსენებელი იყო. გერბის ავტორი გახლავთ, აი ეს ცნობილი გერბი, სადაც ჩვენი მფარველი წმინდა გიორგია გამოსახული და მერე სიმბოლიკა წრეში, მისი ავტორი გახლავთ გიგო გაბაშვილი. აი გიგო გაბაშვილი იყო ერთ-ერთი ავტორი ამ გერბისა, ხოლო ჰიმნის ავტორი ცნობილი ტექსტის და მუსიკის კოტე ფოცხვერაშვილი, რომელიც დამტკიცდა. მაგრამ ჰიმნთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ამბავია და მინდა გითხრათ, ჰიმნთან დაკავშირებით იყო მუდმივად დავა და კამათი, ჩვენთან ხო ყველა თემაზე ყველას ჩვენი აზრი გაგვაჩნია და მაშინაც ბუნებრივია იყო ასეთი კამათი და 1 სექტემბერს 1918 წლის კინოს დარბაზში, ესეთი კინოსახლი არსებობდა, შეიკრიბა საზოგადოება და კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა იყო რა ქვია ალექსანდრე ახმეტელი ამ კომისიაში და სხვები და რამდენიმე ჰიმნი წარმოადგინეს თავისი გუნდებით და შესრულებებით. და იქ გაიმარჯვა სულხანიშვილის ერთ-ერთმა ნაწარმოებმა, მაგრამ საბოლოოდ ფოცხვერაშვილის ჰიმნი დამტკიცდა. თუმცა ეს პაექრობა მუდმივად იყო სხვადასხვანაირად, იმიტომ რომ არგუმენტები ერთმხარესაც ჰქონდა, მეორესაც და მესამესაც. და ეს ძალიან საინტერესოა, რომ ეს სიმბოლიკა მას მერე შემოგრჩა და დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულად ეს კონკრეტული, ვინც ის მერაბ კოსტოვას რამდენჯერ შემოუხვევია და ჩაუხუტებია ეს დროშა ჩვენი ქვეყნის და მე როგორც ვიცი, დღეს ნუ მერაბ კოსტოვას დაბადების ამაზე ვისაუბრებ, თავისთავად ცხადია, თუმცა მე ვიცი, რომ აღმართეს ეს დროშა მერაბ კოსტოვას სახლ-მუზეუმთან და იქ ფრიალებს სწორედ ეს დროშა და ესე ძალიან რა თქმა უნდა სიმბოლური და მაგარია და უდიდესი პიროვნება იყო და თავისთავად ცხადია დღეს მის დაბადების დღეზე ჩვენ აი ეს კადრები გადის ზუსტად მადლობა პროდიუსერებს ამისთვის და საოცარი კადრებია იმიტომ რომ საოცარი ადამიანი იყო ძალიან დიდი ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად ესე ძალიან ემოციურია როდესაც აი ეს პატარა თაობა თვალს ადევნებს აი ამ დროშის აღმართვას ბატონი მერაბ კოსტოვას სახლ-მუზეუმთან და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირის შესახებ ჩვენ ოდნავ მოგვიანებით აუცილებლად ვისაუბრებ და მე აუცილებლად მინდა ასევე მირიან დაგისვა შეკითხვა საინტერესოა როგორ შეხვდა იგივე დასავლეთი ვთქვათ ბოლშევიკური რეჟიმი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას როგორი იყო მათი დამოუკიდებლობა შეფასებები აღიარეს თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მათ ძალიან საინტერესოა ის მოვლენები, როგორ აღწერენ უცხოელები საქართველოს ანუ სხვადასხვა ქვეყნები და მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებას. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი უნდა და ცნობილი ადამიანი უნდა ვახსენოთ. ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარი ამისი იყო სერ ვორდროპი, ოლივერ ვორდროპი, რომელიც იყო ბრიტანეთის წარმომადგენელი საქართველოში და საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის მან. მიუხედავად იმისა, რომ თქვათ გერმანია იყო ასე თქვათ პირველ ნაწილში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, შემდგომ უკვე ერთი უნდა დავიწყოთ, რომ მარჯორმა და ოლივერ ვორდროპებმა საქართველოსთვის დამოუკიდებლობამდეც ბევრი გააკეთეს. ბოლოს და ბოლოს ვეფხისტყაოსნის თარგმანი მის დასს ეკუთვნის და მადლიერი უნდა ვიყოთ ჩვენ ამ ორი ადამიანის მიმართ. სწორედ ძალიან საინტერესოდ შეხვდნენ და საინტერესო ამბები მოხვა აღიარება პირველ რიგში საქართველოს დამოუკიდებლობისა
წარმოვიდგინეთ ერთ-ერთი პირველი იყო თქვა არგენტინის აღიარება, მერე მოყვა ევროპის ქვეყნების აღიარება, გარკვეულწილად, თუმცა პოლიტიკური სიფრთხილე იყო მათი მხრიდან, პოლიტიკური სიფრთხილე აშკარად ჩანდა ბევრი მიმართულებით, თუნდაც ის რომ აი მაგალითად დიპლომატიურ ნაწილს ზოგიერთი ქვეყანა ცოტა მოგვიანებით აგზავნიდა. აქ იყო ამერიკის მიერ გამოგზავნილი დიპლომატიური მისია, პოლონელები შემოვიდნენ და გახსნეს დიპლომატიური მისია და სხვა, მაგრამ ყველაზე საინტერესოა პირველი ინტერნაციონალის ჩამოსვლა საქართველოში. ანუ საბჭოთა სოფლიოში და ევროპაში კონკრეტულად სოციალისტური მიმართულება ძალიან პოპულარული იყო იმ ხანად და ერთ-ერთი პირველი სოციალისტური დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩვენთან შეიქმნა და სწორედ ინტერნაციონალი ჩამოვიდა საქართველოში და გაოცებულები წავიდნენ ქართველი ხალხით, მასპინძლობითა და მათ შორის დემოკრატიული მოწყობის წესებით, რაც მათ ნახეს ჩვენს ქვეყანაში და ამავე დროს ქალთა უფლებებითაც. რამსეი მაკდონალდს, რომელიც მე პრემიერ-მინისტრი გახდა, ის ამას ხას უსვავდა და ამბობდა რომ აი ქალთა უფლებები განსაკუთრებით დაცულია ამ ქვეყანაში და შემოატარეს საქართველოს სხვა შორის ამ დელეგაციას და არა მარტო თბილისით, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებში ჩასულებმა ხაზი გაუსვეს მოსახლეობის დამოკიდებულებას მათ პატივისცემას და სტუმართ მასპინძლობის განსაკუთრებულ წესს. სხვა შორის 26 მაისისთვის ერთ-ერთი ღონისძიება იყო გაშლილი, რაზეც გერმანელი სამხედრო მოღვაწე და პოლიტიკოსი აღწერს შულენბერგი მათ შორის, რომ აი იყო თბილისში თავისუფლების მოედნისა და სოლოლაკის კვეთაზე კუთხეში დღეს სხვა სასტუმროა, მაშინ იყო სასტუმრო ინტერნაციონალი და იქ გაიშალა თურმე სპეციალურად სუფრა და იმდენად მოხიბლა იქ გაშლილმა სუფრამ ეს საზოგადოება, ჯერ იყო რაღაცა ფუშეტის ტიპი, ფეხზე მდგარნი მივირთმევდით სპირტიან სასმელს და ტკბილეულსა და მერე უკვე შემოუსხედით ვარდებით და ყვავილებით მორთულ მაგიდებს. ანუ ნიშნავდა იმას, რომ ის ვინც გეგმავდა ამ ყველაფერს, უკვე მან იცოდა რა უნდა ყოფილიყო და მან იცოდა საერთო გამოცდილება და ის პროტოკოლი, რა პროტოკოლითაც თქვა წამყვან ქვეყნებში ხდებოდა ეს ყველაფერი. და ხშირად რომ ამბობთ ხოლმე აი წამყვანი ქვეყნები, წამყვანი ქვეყანა ბევრ რამეში და ნოვატორი ამ თვალსაზრისით საქართველოა სწორედ და შესაძლებელია რომ პირიქითაც იყოს ხოლმე აქედან მაგალითები კი, აბსოლუტურად ეგ უნდა მეთქვა ზუსტად თქვენ დამასწარით პრინციპში ასეც უნდა ყოფილიყო, რომ იმ პერიოდის საქართველოსთან ძალიან ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ წაიღო ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ, რომელიც საბოლოო ჯამში მე მათ განავითარეს და ის პერიოდი ისევე როგორც ჩვენ წამოვიდეთ, ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი რა თქმა უნდა, თავისთავად ხარ. აქ იყო ცოდნა შეიძლება ითქვას. ერთი საინტერესო მომენტი აი ევროპულ ქვეყნებთან დაკავშირებით. ესე იგი ეროვნული კომისია როდესაც შეიქმნა საბჭო, მაშინ განათლების თემაზე დაიწყეს მსჯელობა და აქ იყო ერთი რამ განათლების კომისიის ერთ-ერთი თავმჯდომარე იყო დიმიტრი უზნაძე, რომელმაც ხაზგასმით შეიტანა გადაწყვეტილება ასეთი და წერილი რომ ძველ ბერძნულს, ძველ ლათინურს და სხვა ძველ ენებს უნდა ჩაენაცვლოს სწავლებისას თანამედროვე ფრანგული, გერმანული, ინგლისური და სხვა. აი ეს რეფორმა სწორედ იმას გულისხმობდა, რომ საქართველო არ ჩამორჩენოდა იმ განვითარებას მათ შორის ენობრივად, რაც თქვათ დასავლეთის ქვეყნებს გააჩნდა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. საინტერესო იყო კი პატარა ისტორიული ექსკურსი და ყველა ის დეტალი, რომელიც პირადად ჩემთვის მართლა სიახლე იყო და დარწმუნებული ვარ ასე მადლობა კიდევ ერთხელ. ვიდრე გადავართ შემდეგ თემაზე, აი ჩვენს უკან კადრში ჩანს თუ რამდენი ადამიანია გამოსული